სახალხო გეუბნები, რომ შენ ხარ კაპიტეშნიკი, აი შენ. ესმის? მე შენ გაგიხვიდა შუბლს. ესმის? ის მოთხოვნა შეიძლება და ყველაფერი მოიჩინე. ის მოთხოვნა შეიძლება. გარდა დედის გინებისა. თქვენ გონიათ რომ თუ ადამიანმა დაიკავა რომელიღა თანამდებობა და ხელფასებულობა შეგიძლიათ აფურთხოთ გადაღამეთ ცვირბელში და თვალებში. არ მისცემთ ასეთ ხალხთან. სოხუმის ჩაბარება ეს არის უდიდესი ღალატი საქართველოში, რომელიც ჩაიდინა უკანონო ხელისუფლებამ. ამაზე მოაწერა ხელი შევარდნაძის დავაგებით გოგუაძემ. ყველა შეიარაღებული ძალა, თვითუკანონო ხელისუფლების შეიარაღებული ძალებიც უნდა დამოუკიდებლობას მე როგორც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს. მე გადავდგები მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ვიქნები დარწმუნებული, რომ ვერავინ ვეღარ დაუქნევს თითს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს. ციხეში ბუნტის ნებისმიერ მცდელობისას გამოიყენონ ძალა, გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება. ეხლა იმათ იმ შაუბნელებს, ვინც აპირებთ, რომ არ შანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება. თითოეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. მოდით მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში. ჩვენ დემოკრატიის მაგალითებს ევროპასაც კი გავაუცებთ. პირდაპირ მნიშვნელობით ამბობენ, რომ გაოცებული ვართ თქვენი დემოკრატიული ქმედებით. არავის არ უთქვამს დღეს, ვერ ბედავენ ვერავინ, რომ ახალი ხელისუფლება ძალადობს, ან ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლოზე. ან ცდილობს მედია მოიქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ. ან და სამოქალაქო სექტორი მოიქციოს თავისი გავლენის ქვეშ. გარწმუნებთ და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ ჩვენ გველის საუკეთესო წლები. აი ძალიან კარგი აღშენებლობის წლები არის საქართველოს. ეს ადამიანები კი არ არიან, ხარჯები არიან. მართალია მივიდივარ, მაგრამ დაგვენდებ. ვისაც ნაადრევად გაეხარდა ჩემი წასვლა, იმას შეიძლება არ გაუხარდეს ჩემი დაბრუნება და ამ დაბრუნების დრო მოვა. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ